Will ich drankommen, sagt mir, ne? Ihr seid schon fertig. Ja. Tu też moment komentarza, to metoda łączona alfabetu z pokazaniem takim gestem sytuacji. უბრალოდ აქ პროვატარ კომენტარი მინდა გავაკეთო, ანუ ის იყო ის მომენტი, როდესაც როდესაც უკაცრავად ბოდის ვიხდი. ანუ ეს იყო ეს მომენტი, როდესაც არა მხოლოდ ლორმის ამბანს იყენებენ, ასევე ესე თქვა ხელი საშუალებით მოხდა რაღაც აღწერა საგნის, კონკრეტული საგნის. ანუ შეგვიძლია გამოვიყენოთ ლორმის ამბანი უკაცრავად კიდე იმისთვის, რომ აღვნიშნოთ საგანი. Tutaj mogą Państwo zwrócić uwagę na to, że alfabet Lorma nie jest tylko po wewnętrznej stronie możliwy, ale również po zewnętrznej stronie dłoni można przekazywać alfabetem Lorma. ასევე თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ თქვენ შეგიძლია გამოიყენოთ და ზოგადად უკაცრავად შეგვიძლია გამოვიყენოთ ლორმის ამბანი არა მხოლოდ ხელის გულის გამოყენებით, ასევე ხელის ზურგზეც შეგვიძლია ესე თქვა დავწეროთ და გამოვიყენოთ ხელის ზურგიც. I to naprawdę ułatwia jakby i opcja prawej ręki z jednej i z drugiej strony i opcja lewej ręki też z jednej i z drugiej strony. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ესე ვთქვათ ორივე ხელი, როგორც მარჯვენა, მარცხენა, ასევე როგორც ხელის გული შეგვიძლია გამოვიყენოთ, ასევე ესე ვთქვათ ხელის გარე მხარე, ანუ ზურგი. Es ist ihm recht warm. Ja, und dann? Dann findet er seinen Kaugummi wieder. Tutaj warto przyjrzeć się temu, że tłumaczka, przewodniczka z jednej strony, w środku jest osoba głuchoniewidoma i obok niej druga osoba głuchoniewidoma. I tłumaczka nie musi tłumaczyć dwóm osobom naraz, tylko jest jakby taki łańcuch tłumaczenia. აქ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიხილოთ შემდეგი სურათი, როდესაც წინ ანუ ამ შუაში ის ხუთაუსინათლო ადამიანი, ესე ვთქვათ მის მარცხენა მხარეზე ის ადამიანი, რომელიც უწერს ხელზე, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის თარჯიმან მეგზური და ეს ხუთაუსინათლო ადამიანი გადასცემს ამ ინფორმაციას მეორე ხუთაუსინათლო ადამიანს. ანუ ამ შემთხვევაში თარჯიმან მეგზურს არ უწერს ორივე ადამიანისთვის ინფორმაციის გადაცემა ერთდროულად, მას შეუძლია გადასცეს ერთ ადამიანს და მე ის ადამიანი მეორეს გადასცემს და გვაქვს ეგრეთ წოდებული ჯაჭვი და აი ამ ჯაჭვური სისტემით უკვე ხდება ინფორმაციის გავრცელება. Wieder, genau, vor langer Zeit dort gelassen hat und fängt an, ihn weiter zu essen. Teraz, żeby nie przerazić Państwa tą szybkością i tempem alfabetu Lorma, jaki był na poprzednich filmach, to proszę się naprawdę nie przejmować, bo tempo to jest kwestia naprawdę codziennej praktyki używania tej metody komunikacji. Jej się bardzo można szybko nauczyć, nawet 20 minut, dzisiaj się jej nauczymy, natomiast dojście do takiego tempa sprawnego bardzo z obu stron, to jest kwestia naprawdę praktyki. უბრალოდ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნოთ, ნუ შეგაშინეთ, ნუ არ მინდა რომ შეგაშინოთ ის სწრაფი ტემპი, რომელიც თქვენ ნახეთ წინა კადრებში. რაც შეეხება ლორმის ამბას, მისი სწავლა საკმაოდ მარტივია და სწრაფად შეგიძლიათ ისწავლოთ. შემიძლია გითხრათ, რომ სადღაც 20 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ ისწავლოთ ლორმის ამბანი. რაც შეეხება სიჩქარეს, ამ ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს და წერას, ეს უკვე პრაქტიკის და ყოველდღიური პრაქტიკის საქმეა. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ ყოველდღიურად მოგიწევთ ლორმის ამბანის გამოყენება, უფრო სწრაფად მოხდება ინფორმაციის ესე ვთქვათ გააცვლა, გამოცვლა და ასევე ესე ვთქვათ ინფორმაციის გავრცელება. I czasem naprawdę trzeba zwolnić tempo alfabetu Lorma. Może to być przyczyna tego, że na przykład tłumacz nie tak biegle zna alfabet Lorma, ale może być też przyczyna tego, że osoba głuchoniewidoma nie zna tak bardzo biegle alfabetu Lorma i jeżeli się za szybko zalormuje coś, to jakby zgubi się w komunikacji. Jeżeli to jest komunikacja taka pomocowa, rzadziej stosowana, albo na przykład świeża dla osoby głuchoniewidomej, nowa, no to będzie potrzebne wolniejsze tempo komunikacji.
რაც შეეხება ამ კომუნიკაციის სტეპს და კომუნიკაციის დამყარებას, ეს ასევე დამოკიდებულია ორივე მხარეზე, ანუ როგორც თარჯიმან მეგზურზე, ასევე ყრუდაოს სინათლო ადამიანზე. შესაძლებელია, რომ თარჯიმან მეგზურს არ კონდეს კარგად, ესე ვთქვათ, არ კონდეს კარგად დაუფლებული ეს ლორმის ამბანი, აქედან გამომდინარე შეიძლება ცოტა ნელა განახორციელოს ამ სიტყვების დაწერა ლორმის ამბანის საშუალებით, ასევე შეიძლება იყოს ეს ყველაფერი დამოკიდებული ყრუდაოს სინათლო ადამიანზე. შეიძლება უბრალოდ მას სჭირდება ცოტა ნელი ტემპით ინფორმაციის გადმოცემა იმისთვის, რომ უფრო კარგად აღიქვას თქვენს mier მიწოდებული komunikaty. Ten film do końca już jest bez dźwięku, więc jeszcze dopowiem, że to, co jest ważne, też to, co robi tłumacz przewodnik, czyli zerka osobę głuchoniewidomą, żeby sprawdzić zrozumienie, czy żeby sprawdza cały czas wzrokowo. Obrot, raczej chyba am films ეხლა შემდეგ ხმის გარეშე გადის უბრალოდ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანია რომ თარჯიმან მეგზური ან ის ადამიანი ვინც აწოდებს ამ ინფორმაციას ამ შემთხვევაში თარჯიმან მეგზურია მაქსიმალურად გაამახვილოს ყურადღება იმაზე თუ სწორედ მისი მიერ მიწოდებული ინფორმაცია სწორედ იყო აღთქმული თუ არა ყრუდაოს სინათლო პირის მიერ. ანუ მუდმივად უყურებს რეაქციას ზოგადად, იმისთვის რომ გაერკვეს იყო თუ არა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაგებული. I ta konieczność jakby sprawdzania wzrokiem będzie przy każdej metodzie komunikacji, a tu na tym filmie w ciekawy sposób właśnie uwiecznione te sprawdzanie wzrokiem tłumacza. უბრალოდ თქვენ აქ შეგიძლიათ იხილოთ თარჯიმან მეგზურის ესე თქვათ ინფორმაციის მიწოდება ყრუდაოს სინათლო ადამიანისთვის და მისი ეს კონტაქტი, ანუ მისი კონტაქტი, მხედველობითი კონტაქტი დამყარება იმისთვის რომ გაიგოს თვითონ გასაგებია თუ არა კონკრეტული ადამიანისთვის ის რაც უბრალოდ ის წერს. Więc po tym filmie łatwiej być może to wyjaśnić, że jest to szybkie tempo przekazu, no bo tu widzieli Państwo, że naprawdę to może być bardzo szybka metoda komunikacji. უბრალოდ რაც შეეხება თუნდაც ამბავს, ლორმის ამბავს, თქვენ შეგიძლიათ თვითონაც ნახოთ ამ ფილმის მაგალითზე, რომ თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული ინფორმაცია ძალიან სწრაფად გადასცეთ, ეს არის კომუნიკაციის სწრაფი მეთოდი, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე შეგიძლიათ აერჩიოთ საჭირო ტემპი ინფორმაციის gadაცემის კუთხით. Ale to z kolei warto pamiętać, że dla użytkowników pisma, czyli to, o czym na początku mówiłam, że z jakiegoś alfabetu przechodzimy na alfabet Lorma, czyli osoba musi korzystać z jakiegoś alfabetu. უბრალოდ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ლორმის ამბანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ყრუდაოს სინათლო ადამიანს უკვე აქვს დაუფლებული რაიმე ენა. ანუ უნდა იცოდეს ამბანი, რაიმე შეიძლება იყოს წინაზე ვისაუბრეთ, შეიძლება იყოს მრავლის ამბანი ან ჩვეულებრივი ეს თქვა ჩვენის ამბანი ქართული ენის. No dobrze, to teraz zaczniemy naukę. Mamy akurat tyle czasu, że powinniśmy zdążyć cały alfabet przejść, przynajmniej na tyle, żeby go sobie zapamiętać, a no praktyka, ćwiczenia to już później. უბრალოდ ჩვენ ახლა გვაქვს ზუსტად დრო იმისთვის განყოფილი რომ ვისწავლოთ ლორმის ამბანი და რაც შეეხება უკვე მისი დაუფლება, კარგად დასრულყოფილი დაუფლება მოხდება მხოლოდ პრაქტიკის საშუალებით. Oczywiście najlepiej praktykować nie na sobie, tylko na kimś, bo wtedy ćwiczymy sobie w dwie strony umiejętność nie tylko nadawania, ale odbierania też w alfabecie Lorma. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწავლის პროცესში არ გამოიყენოთ თქვენი ხელის გული, ვინაიდან უფრო ესე ვთქვათ მიზანშეწონილია ისწავლოთ მეორე ადამიანის ხელის გულზე, იმისთვის რომ ერთი ისწავლოთ ინფორმაციის მიწოდება და მეორე წაკითხვა. ანუ მიმღებლობა ერთის მიწოდება და მიმღებლობა ვისწავლოთ. Ale na razie w internecie, no to ja wykorzystam swoją rękę. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ახლა ესე ვთქვათ ონლაინ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, მე შემიძლია გამოვიყენო მხოლოდ ჩემი ხელი, კამა იძახის. I mamy samogłoski A.
და თანხმოვანებით დავიწყებთ A. I to jest punkt, dotknięcie. I to jest taka no, kropeczka na schemacie. როგორც ხედავთ, ეს არის მხოლოდ შეხება. ანუ ჩვეულებრივი შეხებაა და ნიშნავს A-ს. A, როგორც E, წერტილის დახმა. G, AE, 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 I, O, U. AE, E, I, O, U. I to jest dotknięcie. Jedno dotknięcie to jest jedna już gotowa literka. ანუ ამ შემთხვევაში თითო შეხება ეს არის აი ამ შეხებითი უკვე არის თითო ასობგერა. ერთი შეხება ყოველ. I pokażę to jeszcze na schemacie. Tak, ასევე შეგიძლიათ ეს მიხელოთ სქემაზე. I to, co możemy już teraz powiedzieć, to A i IA. ანუ რა შეგვიძლია დავწეროთ? Შეგვიძლია დავწეროთ IA, ვთქვათ. I zrobimy to razem z zakończeniem słowa, ponieważ żeby zakończyć jakieś słowo, musimy klepnąć się w rękę. I robimy teraz AI, klepnięcie, bo to koniec słowa. იმისთვის რომ დავასრულოთ სიტყვა, ძალიან მნიშვნელოვანია, ესე ვთქვათ, გავაკეთოთ ეს სიტყვის დასრულების ნიშანი. ანუ ხელის გულზე ხელის დადება. ეს იმას ნიშნავს, რომ სიტყვა დასრულდა. და ამ შემთხვევაში კამილამ გვაჩვენა IA. AI, ერთი სიტყვა, IA. Dobrze, żeby stworzyć więcej słów, to potrzebujemy spółgłoski. იმისთვის რომ უფრო მეტი სიტყვები, ანუ ვთქვათ, სიტყვების შექმნას ჩვენ გვჭირდება დახმოვნები. I mamy T, B, G, D, H. Już pokazuję na dłoni. Mamy przesunięcie T, to jest literka T. I możemy zrobić TT. და გვაქვს რომელიც როგორ ანუ წარმოადგენს რას? როდესაც ჩვენ მოძრაობას ვაკეთებთ T და შეგვიძლია დავწეროთ სიტყვა TT. Koniec. ანუ TT და შემდგომში ეს ერთი ხელის გულის მეორეზე დადებას ნიშნავს იმას, რომ სიტყვა დასრულდა. Literka B. Nie wiem, czy to widać. B. D. By, nie, by jak... Okej, bodysi, tu kacałek B. By i jak bobo. Jest coś takiego jak bobo po gruzińsku. A co to znaczy bobo? Nie, nie ma? Dobra. No to nic. W takim razie zostawmy by. I teraz weźmy dy, jak Didi. B, D. Tu jest by, tu jest dy i możemy zrobić Didi. Dy. დავწეროთ სიტყვა Didi. და ხედავთ როგორც ხდება ეს, ანუ თვითონ მოძრაობით D, I, D, I. და მე უკვე ვასრულებთ სიტყვას. ხელის გულზე ხელის დადებით. G. G. I teraz możemy zrobić gogo. შეგვიძლია დავწეროთ სიტყვა gogo. O, G, O. და ამით ჩვენ წერთ სიტყვას gogos. Można sobie to też skojarzyć, że ten mały palec to jest palec, na który wkładamy pierścionek. To bardziej chyba dla fanów skojarzenie, że to jest czemi gogo. ანუ იმისთვის რომ თქვათ ჩემი გოგო მოდი ესეთი ასოციაციას გამოვიყენოთ რომ მეოთხეთიძე მაინც ბიჭებს ვატარებთ და აქედან გამომდინარე ჩემი გოგო ამ სიტყვით ესე თქვათ ვიხელმძღვანელებს და გამოვიყენოთ ostatnią literkę H, takie H potrójne. Bo ესე თქვათ მეხუთეთიძე H იქნება. I teraz z tych słów możemy już powiedzieć na przykład coś trudniejszego, może bebia. Da შეგვიძლია უფრო რთული სიტყვაც დავწეროთ, თქვათ bebia. I teraz ja rozumiem, że wy widzicie mnie i Lekę, ale trzymam kciuki za to, że teraz wszyscy przed ekranami też to robią. მე უბრალოდ მესმის რომ ახლა მხოლოდ მე ვჩანვარ და ლეკა, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც ახლა ზიხართ ეკრანებთან და იმეორებთ იმას, რასაც მე giczwenet. To jeszcze może też ściągę damy wam i robimy razem bebia. Modit erta დავწეროთ სიტყვა bebia. Jak ktoś się pomyli, to trzeba wymazać. Tu მაგალითად შეცდომა მოგივიდათ, შეცდომის ნიშანი არის ზუსტად აი ეს წაშლა. Dobra, to jedziemy z bebia. Წერთ bebias.
by, i, a. I koniec słowa. Udało się wam też? სიტყვის დასასრული. იმედია თქვენს გამოგივიდათ. Trzymam kciuki, że tak. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც დაწერეთ ეს სიტყვები. А ktoś pani Hatuna napisała, że niestety nas nie widzi. Szkoda. Ძალიან სამწუხარო რომ ჩავართ ქალბატონო Hatuna. Może na Facebooku, na transmisji naszego będzie nas widać lepiej. ასევე Facebook-ის ტრანსმისიაზეც არის, ესე ვთქვათ, გადაცემული ეს ჩვენი ტრენინგი, აქედან გამომდინარე, იქნებ Facebook გვერდზე ნახოთ. Dobrze, to jest podsumowanie tych literek, których już się nauczyliśmy. To przejdźmy do następnych. ამ სლაიდზე თქვენ შეგიძლიათ იხოთ ქონდა იმის შესაძლებლობა, ბოდიში როგორ ეხლა ის ასოები, რომელიც უკვე ვისწავლეთ და ახლა შემდგომი ასოები. А то пани Тамар пишет, что она повторяет за нами, то есть bardzo ciekawe. Ძალიან მოხარულები ვართ ქალბატონო Tamar. I teraz lecimy z zyly ży, dlatego, bo one są do siebie dosyć podobne w alfabecie Lorma. უბრალოდ грузинской версии. შემდეგი ასოები არის z, l და ž. უბრალოდ აქვს რაღაც მსგავსება ამას ამ სამ ასოს, ესე ვთქვათ, ლორმის ანბანში, აქედან გამომდინარე, იმიტომაც ავირჩიეთ ეს სამი ასო ამ სლაიდზე, რომელსაც თქვენ ახლა იხილავთ. I z mamy przy kciuku taką pionową kreskę w dół. ანუ z-ს რაც შეეხება, ანუ ეს არის ესე ვთქვათ, ვერტიკალური ხაზი, რომელიც უნდა გაუსვათ. L to najdłuższa linia przez całą rękę. L-ის შემთხვევაში ყველაზე, ესე ვთქვათ, გრძელი ხაზი უნდა გაუსვათ, იმიტომ რომ მთლიანად ხელის გულის ბოლომდე გავდივართ. Dotykamy, to wszystko jest dotykowe. როდესაც ვწერთ ამ ასოებს, ვეხებით, ანუ არ წდება თვითონ ჩვენი თითი ამ შემთხვევაში და ბოლომდე უნდა გავიდეთ და დავწეროთ ეს ასო. I wzdłuż pod małym palcem ży, tak? To jest ży. აქეთ, სადაც ჩვენი პატარა ნეკეთია, წერთ ჟს. Coś nam się zawiesiło na sekundkę, nie wiem. I teraz możemy powiedzieć... პატარა ხაროსი გქონდა ტექნიკური ბოდის ვხდით, მაგრამ ახლა მე მგონი გამოსწორდა ეს ყველაფერი. I teraz wszyscy razem robimy słowo żolo. და ახლა მინდა czyli pod małym palcem. აი წერთ. ży. O, tam gdzie gogo. O. O, იქ სადაც გოგო იყო, თუ გახსოვთ. ანუ L najdłuższa. L Wracamy do O. ხაზი, რომელიც უნდა გაგვესვათ. მე ისევ გოგოსთან ბრუნდებით, ანუ თუ გახსოვთ ის გო. Okej, jeszcze zeti jeszcze zrobimy. Zeti. დავწეროთ კიდევ ერთი სიტყვა zeti. Z. Tu przypominam, gdzie jest E. ნახეთ, სად არის E, ჩვენი წერტილი E. Ty. T. I. და I. I koniec. Mocza. და სიტყვის დასასრული. I następny zestaw. და ამის შემდეგ გადავდივართ ახალ ასოთგერებზე. To tak zwane kanty dłoni. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გარე, ესე ვთქვათ, ჩვენი ხელის გარე ნაწილს ვიყენებთ უფრო. Czyli taki ruch jest na zewnątrz po kancie dłoni. Tu kant i tu kant. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიყენებთ ესე ვთქვათ გარე ნაწილს ჩვენი ხელის შეხედეთ, აი როგორც კანტის და ფორმის მიხედვით, რომ ესე ვთქვათ ხელის მოძრაობა გავაკეთოთ. I tu mamy P jak patara. P როგორც პატარა. Drugie P dla mnie brzmi tak samo, ale jest jak fotografia. მეორე P, ანუ ჩემთვის, ანუ როგორც პოლონელისთვის ერთი და ჟღერადობა ერთი და იგივეა, მაგრამ მეორე არისო P, ფოტოგრაფია. I K jak kali, czyli didi K. ასევე K როგორც ქალი.
To miejsce jest w alfabecie Lorma, w tym akurat miejscu, bo literka Q we wszystkich innych alfabetach Lorma jest w tym miejscu. უბრალოდ რატომ ქ მაინც და მაინც აი ამ ნაწილში იყო შერჩეული, ვინაიდან ლორმის ანბანში Q ყველგან აი ესეა მონიშნული და ამიტომაც ქ მან განათავსეთ. Stąd pomysł na to, żeby w gruzińskim duże K było w tym miejscu, ponieważ tu się pisze Q na całym świecie, więc იქიდან გამომდინარე, რომ kojarzenia. სოფლის პრაქტიკაში Q იწერება ზუსტად აი ამ ადგილას, ანუ ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილებად, რომ ქართულა ლორმში, ქართულ ლორმის ანბანში Q უკაცრავად ბოდიში ხდით K გადასულიყო ამ ადგილას. No dobrze, to teraz możemy powiedzieć Kali. ეხლა შეგვიძლია თქვა სიტყვა ქალი. Dobra, 3, 4. Erti orisami. ერთი ორი სამი. A, L, I. Morcza. ქალი. Super. Da sitqwa Mam nadzieję, że- dasasruli. Qovotvis. Ja po prostu mówię zawsze o skończeniu słowa. Tak, to trzeba pamiętać o tym. Jeżeli ktoś, komu lormujecie, nie zrozumie, coś mu się pomyli, rozkojarzy się, może zamknąć rękę, თუ მაგალითად ის ადამიანი, ვისაც უწევთ ხელის გულს, ხო, ლორმის ამბანის საშუალებით, მას ან რაღაც ვერ გაიგო, ან უბრალოდ რაღაც აერია და უნდა მოგცეთ ნიშანი იმისა, რომ გაიმეორე, მაშინ ის ადამიანი, ვისაც თქვენ უწევს, მან უნდა შეკრას მუშტი, ესე? ანუ i rozkłada ją z powrotem. მერე ისევ I to oznacza, że proszę powtórzyć. ეს არის იმის ნიშანი, რომ გთხოვთ გაიმეორეთ. ანუ აი ეს მოძრაობა ნიშნავს გთხოვთ გაიმეორეთ. Dobrze, to teraz kropki na dłoni zrobimy. Następny zestaw. მოდით შემდეგი. Myny, შემდეგი dzy i wy. შემდეგი Tak? ასოთგერებით ვისწავლოთ, ანუ ν მ ძ ვ. Pod małym palcem kropka może być na აი ეს არის ეგრეთ წოდებული, ესე თქვა წერტილი, წერტილების დასმის საშუალებით. Pod malutkim palcem mamy literkę N, jak Nana. ანუ აქ არის ν როგორც ნანა, აი როგორც წერტილი ν ნანა. I możemy zrobić sobie N, A, koniec i mamy już imię. და შეგვიძლია დავწეროთ ν ა წერტილი უკვე გვაქვს სახელი. I dla osób, które na początku lormują, często używają tylko jednego palca, ale potem już jak się szybciej lormuje, to się używa właściwie całej dłoni, więc robimy takie szybkie N, A i przeskakujemy na Nana i koniec. Nie musimy używać koniecznie, wiecie, tego samego palca jednego. უბრალოდ, როდესაც თქვენ იწყებთ და ზოგადად, როდესაც იწყებენ ლორმის ამბანის შესწავლას, იყენებენ მხოლოდ ერთით და ერთი თითით ცდილობენ, ესე ვთქვათ, ლორმის დაწერა რაღაცის, მაგრამ დროთა განმავლობაში და პრაქტიკიდან გამომდინარე, მე ყველა თითს იყენებენ და უკვე ყველა თითის გამოყენებით ხდება ლორმის ამბანით ინფორმაციის გადაცემა. ანუ ამ შემთხვევაში კამილამ გვაჩვენა თუ როგორ შეიძლება ყველა ესე ვთქვათ, თითის გამოყენება და არა მხოლოდ ერთი. Okej, to przejdźmy do następnych. Po drugiej stronie my, jak mama. Როგორც mama. Mama. Na środku, centralnie zupełnie, jakbyśmy chcieli sobie dziurę tutaj zrobić w dłoni, to jest literka C. Centrში არის C. D. D, takie co się pisze Shift Z, takie D. ანუ D, raz Shift Z-ის საშუალებით რასაც ვწერთ, D. Okej. I jeszcze W, jedna kropka pod kciukiem. და V ბოლო ესე თქვა წერტილი, რომელიც თითის ქვედა ნაწილში ვწერთ. I jakieś wybierzemy sobie słowo Wano. და მოდი დავწეროთ სახელი Vano. A, Sacheli, dobra. W, A, N, O, koniec. Vano. Dajecie radę też razem ze mną? Გამოგდით ჩემთან ერთად წერა, თუ არა. Okej, to może jeszcze mta. Mta to góry, tak? Mta to góra, tak. My, tu pamiętacie, na kciuku, ty. Ta. Dobra, to jeszcze mamy kilka literek.
კიდევ შემოგჭა ესე თქვა ასოდგერები. Mamy literkę K გვაქვს i tutaj mamy 3, o to ja może to pokażę na kamerze, 3 kropki i te 3 kropki stawiamy naraz. Hop. ანუ ეს არის როგორც სამი წერტილი, რომელიც ერთდროულად უნდა დავუსვათ. ანუ სამივე წერტილია. ოპ. და ანუ სამ წერტილს ერთდროულად ვსვამ და ეს არის K. K. Następny zygzaczek taki na ręku to jest R, to robimy coś takiego, R. ანუ ეს არის R, აი ეს ამ მოძრაობით ხდება, თითებს ვამოძრავებთ ამ R-ს. To możecie sobie skojarzyć z rain, czyli z angielskim deszczem na przykład. ანუ თუ იცით ინგლისური შეგიძლიათ ეს ასოციაცია იქონიოთ როგორც rain, ანუ წვიმა და ამიტომაც ესე იქნება ასოციაციიდან გამომდინარე R. Mamy jeszcze C jako kółko. C od Cicila. შემდეგ გვაქვს C, როგორც Cicila. Cicila. I zróbmy sobie może razem Cicila. მოდი დავწეროთ სიტყვა Cicila. C. Tu było I. Potem L long. მე L გრძელი იყო, ესეთი ხაზი, რომელსაც უშოვდით. A na koniec. Czapolo. Sitqვის დასასრულსაც ყოველთვის ვატებ ხელს. I na środku dłoni jeszcze mamy krzyż, Dż jak dżwari. და ასევე ხელის გულზე გვაქვს ესეთი ჯვარი და არის J. I we wszystkich innych alfabetach krzyż jest akurat taki w alfabecie Lorma, ale ze względu na to, że po gruzińsku Dż znaczy jest mocno skojarzony z dżwari, z krzyżem, no to w wersji gruzińskiej jest ten krzyż pionowy, a nie skośny. უბრალოდ რაც შეეხება სხვა ამბანებს, ანუ იქ X როგორც X ესე იწერება, როგორც ჯვარს ეძახიან, ანუ ესე ვწერთ მაგასო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ქართულ ენაში, ანუ ჯვარი ჯვარი უფრო მეტ ასოციაციას აკეთებს, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ხელის გულზე დაგვეწერათ ეს J. და ხელის გულზე არის როგორც ჯვარის დაწერა. I możemy zrobić sobie słowo dżwari. და შეგვიძლია დავწეროთ სიტყვა ჯვარი. 3, 2, ertiorisami. ertiorisami. W, A, R, I. Morcza. Ok, i przedostatni zestaw. To mamy. Jest od kwadrat takcia. Już pokazuję następny zestaw. Slides. To są tak zwane pętle. I jak zrobić pętlę? Pokazuję już na kamerze. Pętlę musimy złapać z dwóch stron, albo złap ścisnąć. თქვენ ერთ შემთხვევა ან უნდა დავიჭიროთ და ოდნავ მოუჭიროთ, ანუ ეს როგორც ესე ვთქვათ tak, ścisnąć w różny sposób możemy ściskać. To może być takie. თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ. Tak. ანუ ამგვარად. Tak. ასე ნუ ხა გამა უფრო კეთესად გაჩვენებთ, ანუ სხვადასხვანაირად შეგიძლიათ. Też jest na palcu najdłuższym jest też jedna pętla i jeszcze jest pętla, która jest na całości. და მთლიანად შეგიძლიათ ნახეთ, ეს გააჩნიათ ასთან გამომდინარე რა სწორად. To są pętle i pokażemy, co one oznaczają. Tu mamy cy. C. C jak ca. Jest to როგორც ცა მაგალითად C. Mamy szy. გვაქვს ш. Mamy didi ty. გვაქვს t. ita. მაგალითად I mamy czy. და გვაქვს č. Wszystkie naraz, czy. Tak jak jest wam wygodnie. უბრალოდ რაც შეეხება ამ დაჭერას, ნებისმიერი, ესე ვთქვათ, დაჭერის ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ანუ შეგიძლიათ გაკეთებათ ეს ხერი თუ გარედან დაიჭერთ, ეს უკვე თქვენზე დამოკიდებული, თქვენთვის რომელი უფრო მოსახერხებელია. I zrobimy sobie czyje, dlatego, bo alfabet Lorma można w bardzo dyskretny sposób komunikować się, to nie jest krzyczenie, możemy nie zwracać nawet uwagi różnych ludzi dookoła, tylko naprawdę wziąć czyjąś rękę nawet pod stołem i szybko coś zalormować. Bardzo dyskretna metoda.
უბრალოდ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად ლორმის ანბანის შესახებ, ეს არის ესეთი ძალიან მოხერხებული ანბანი, იქიდან გამომდინარე, როგორც საიდუმლო, ესე ვთქვათ, ანბანი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ვინაიდან ლორმის გამოყენების დროს ჩვენ არ გვიწევს ყვილი. ჩვენ მინიმუმამდე დავყავს ჩვენზე ყურადღება. ანუ აქედან გამომდინარე, თუ რაღაცის ინფორმაციის გადაცემა გინდათ, შეგიძლიათ მაგიდის ქვეშ უბრალოდ გადასცეთ ლორმის საშუალებით რაღაც ინფორმაცია. ანუ არ არის საჭირო ამისთვის ყვილი. Dlatego zrobimy sobie chia jak Abraszumisz chia. მოდით ჭია დავწეროთ, როგორც აბრაშუმის ჭია. I koniec. Mordzia. Ale ჭია pisze się inaczej trochę. Aha, to jest inne chia. Tak, ჭია to jest inne ჭია. Może czaj? Nie, Może czaj? jeszcze muszę się dużo nauczyć w უბრალოდ języku. მოდის პატარა მოდის ერთ უბრალოდ კამას ცოტა აირია ჩ და ჭ ერთმანეთში და ჭია უნდა დაეწერა და ცოტა Oh my God. შეშალა ბოდიშ ხდით. Bodishi, zaraz Bodish. będzie czy jak chia, będzie tutaj. ეხლა იქნება ჭიას ჭია. ნამდვილად დავწერთ ჭიას საუცილებლად. Dobra, to ostatni Może- zestaw liter w gruzińskim alfabecie, których część Pani nie potrafię Nino wymówić. Kapanadze napisała, że ona zamiast ჭი napisała czaj. Czaj, no czyli właśnie. herbata. Dobra, okej. K, czyli kawa. Ano, kawa. Mhm. Ch, tu odcinamy sobie paluszki, a tu sobie odcinamy Ale- całą rękę. როგორ არის? ის არის წარმოიდგინეთ, რომ აი ესე ვიჭრით ესე ხელს. და აქეთ თელინად ხელს, ანუ ესე თითებს ხელს და ასე შემდეგ. ანუ Mhm. აი ამ გვარი მოძრაობებია. Przy literce Ch robimy taki haczyk i 2 haczykami w dół. ანუ შეგვიძლია ესე გავაკეთოთ და ქვევით გავძიოთ თუ Przy S robimy kropeczkę. tam jest s, tak? S. Tak jak Saheli. როგორც Saheli. სახელი, უბრალოდ წერტილია ესეთი. I to możecie sobie z Saheli skojarzyć, ponieważ Da, S no bo jest tu, Saheli a sobie Ch jest tu. zagamujemy. Sychy. ანუ s და f, სახელი. Saheli będzie tutaj na nadgarstku macie Saheli. აქ გაქვთ ესე თქვა სახელის, როცა წერთ, ანუ s და x არის აქ, მაჯასთან. Saheli. Mhm. No i jeszcze moja chia jest tu. Tu mi właśnie pani Nona napisała, że istnieje taka jakbyś przyprawa chia, taki Tak. wiesz, ziołka, które się, Tak. czy może być to chia. Aloe vera robi takie Aloe napoje vera z chią. დიახ, ხამოტონონა, აი, რაც შეეხება ჩიას, ანუ aloe vera-ში ხანდახან თანამაც აკეთებენ ამ ჩიას რაღაც დამატებულია რაღაც, ანუ როგორც სუნელი, სუნელები კი არა და ის რაღაც ფესვებისავით არის. მადლობა. Dobra, to teraz możemy sobie zrobić abraszumiszczyję, naprawdę. I tu და mamy ეხლა ნამდვილად დავწერთ აბრაშუმის ჭიას. 3 i A. Abraszumi już nie wiedziałabym, jak zalogować całą. მე სიმართლე გითხრათ, თვითონ სიტყვა აბრაშუმის დაწერა. Abraszumi jest tak, jak się mówi. No sprawdźmy abraszumi, okej. A. მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორ იწერება. კარგად, მაგრამ მე შევეცდები დავწერო, ანუ აბრაშუმის ჭია. A, tu mamy B, R, A, Sz. To Szy? Czy? Abraszumis. Abraszumis. Czekaj, abraszy. O, i teraz jest błąd. Abreszumi. No właśnie. A, B, R, Szy, U, M, I, S. Nie, tu S. Czy I, nie, źle. Czy I, A. Abraszumis ჭია, დავწერეთ. Dobra, to było trudne, bo ja nie znam gruzińskiego za dobrze. ანუ მე უბრალოდ არ ვიცი კარგად ქართული, ან აქედან გამომდინარე ცოტა პატარა შეცვლილები მქონდა ახლა ამ სინამდვილე გითხრათ. Ale dla was będzie na pewno łatwiejsze. I jeszcze. No i tyle, znacie cały alfabet Lorma. და ეს არის ჩვენი ლორმის ანბანი რეალურად. I jesteście w tej jakże wspaniałej grupie wszystkich innych użytkowników Lorma, bo na świecie
z Lorma korzysta właśnie ta grupa, która jest teraz na flagach na rysunku. რაც შეეხება იმას თუ ვინ იყენებს ლორმის ამბავს, თქვენ შეგიძლია დაინახოთ ეს ქვეყნები, ანუ ამ სლაიდზე არის ყველა იმ ქვეყანის დროშა, ასევე მივესალმები საქართველოს, რომელიც ასევე არის აღნიშნულ სლაიდზე. Szwajcaria, Niemcy, Austria, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, Belgia, Holandia, Czechy, ბელგია, ჰოლანდია, ჩეხეთი Polska, no i teraz od niedawna Gruzja. და საქართველოს ახლა შემოგვემატა ესე ვთქვათ საქართველოს. Chociaż ten proces jakby, można powiedzieć, jest przygotowany alfabet Lorma w Gruzji, ale zanim można powiedzieć, że są prawdziwi użytkownicy, no to jest cały proces edukacji tłumaczy, rehabilitantów, instruktorów, no i całego środowiska osób głuchoniewidomych. ერთი მომენტია, კი არსებობს ლორმის ამბანი, მაგრამ ჭირდება სპეციალისტები, ვინც ისწავლის და იცის ესენა, ანუ ადამიანები რეაბილიტაციის დროს ვიყენებენ ლორმის ამბავს, ასევე ის ადამიანები, ყურდაუსინათლო ადამიანები, რომლებიც გამოიყენებენ, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დიდ სფეროს მოიცავს ზოგადად ლორმის ამბანი. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ადაპტირებული იყოს ყურდაუსინათლო ადამიანებისთვის, ესე ვთქვათ, გარემო. To, co jest ważne w tej metodzie też, to możliwość komunikacji się osób głuchoniewidomych między sobą. Mimo tego, że jest jedna osoba niewidoma, druga osoba głucha, to alfabetem Lorma jako metodą dotykową mogą się porozumieć, jeśli obie strony znają tę metodę. Obrot, რაც შეეხება ლორმის ამბანის პროცესს გამორევს იმაში, რომ ორ ყურდაუსინათლო ადამიანს შეუძლია ერთმანეთში დაამყაროს კონტაქტი, ანუ ისაუბრონ, ანუ ეს არის komunikacji ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. I jeszcze na sam koniec jeszcze taka zajawka z technologii. ბოლო ნაწილში მინდა წამოგიდგენოთ პატარა ტექნოლოგია. Jest wymyślona taka rękawiczka Lorma i ona pozwala w czasie rzeczywistym pisać SMS-y i maile. ანუ არის ესეთი, ესე ვთქვათ, ხელთათმანი, ლორმის ამბანის ხელთათმანი და ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე ამ ხელთათმანის საშუალებით შეგვიძლია SMS-ების წერა. მოკლე ტექსტური შეტყობინებების წერა არის შესაძლებელი უკაცრავად აი ზუსტად ამ ხელთათმანის saszłalebit. I to najbardziej rozpowszechnionym to Lorm jest w środowiskach osób głuchoniewidomych w niemieckojęzycznych krajach. No i to jest też rękawiczka dostosowana do tego alfabetu, ale pewnie dałoby się to zrobić też na wszystkie inne alfabety. უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ ყველა იმ ქვეყანაში სადაც გერმანული ენა არის ესე თქვათ უპირატესობაში მათ იყენებენ ზუსტად აი ამ ხელთათმანს, მაგრამ მე მგონია რომ ნებისმიერ ენაზე შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ხელთათმანი და მოვარგოთ. I chciałam jeszcze pokazać tą właśnie rękawiczkę. A przepraszam, to nie jest nasz film. O, to rękawiczka. In which characters are assigned to a certain area of the hand. Therefore, conversation partners have to be familiar with Lorm, and physical contact To jest film, puszczam go bez dźwięku, no bo jest po angielsku, więc to nie jest aż takie istotne dla nas. Chciałam tylko pokazać ten mechanizm. At the Design Research Lab in Berlin, we are developing a mobile Lorm glove, a communication device which translates the German Lorm alphabet into digital text and vice versa. I tu oprócz tego, że ktoś może napisać na tej, ktoś głuchoniewidomy może napisać SMS-a, ale może też odebrać go, to znaczy te wibracje w różnych punktach, które teraz widzicie, to jest odbieranie też wiadomości. უბრალოდ ერთი არა ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული ხელთათმანის საშუალებით დავწეროთ SMS-ები და ასევე მივიღოთ SMS-ები და წავიკითხოთ, ანუ არის ვიბრაცია და ამ ვიბრაციის საშუალებით კითხულობენ მოკლე tekstu შეტყობინებებს. Więc technologia idzie do przodu i sprzyja też osobom głuchoniewidomym bardzo. Messages can also be sent from mobile phones to gloves. This enables people to talk to more than one person at the same time. The mobile Lorm glove empowers deafblind I jeszcze z polski przykład aplikacji, chociaż to akurat nie jest aplikacja dla osób głuchoniewidomych, ale aplikacja do nauki alfabetu Lorma. რაც შეეხება ამ აპლიკაციას, არის აპლიკაცია იმისთვის, რომ ვისწავლოთ ლორმის ამბანი, მაგრამ ამ შემთხვევაში არის პოლონური ამბანი გამოყენებული.
I tym optymistycznym akcentem technologicznym będziemy powoli kończyć. Tak, jest taki akcent mi daje akcent zadawasło. I zachęcam do polubienia strony klubów osób głuchoniewidomych w Gruzji. Wszystkie bieżące tematy na tej stronie znajdziecie. მინდა შემოგთავაზოთ ესე თქვა ჩვენი კლუბების დალაიქება, მოწონება უпростоრედ და ინფორმაცია, რომელიც ეხება ყურადღებულ ადამიანებს, არის განთავსებული ზუსტად ჩვენს ესე თქვა Facebook გვერდზე. No i pytanie do Państwa, czy na czacie zachęcam przez chwilę, możemy jeszcze odpowiedzieć na pytania z uczestnikami naszego spotkania na Facebooku. Będziemy się już teraz żegnać. უბრალოდ ასევე შეგვიძლია ჩატის საშუალებით რაც შეეხება Facebook-ს ჩვენ დავასრულებთ ახლა ჩვენ ტრანსმისიას Facebook-ის გვერდის საშუალებით ყველა დავემშვიდობებით, მაგრამ აქ კიდე შეგვიძლია რამოდენიმე კითხვაზე გაგცეთ პასუხი თუ გახდათ მოგვიწევი. A Państwa na Click Meetingu jeszcze zachęcam do zadania jakiegoś pytania czy refleksji. Do tego jest czat po prawej stronie i możemy jeszcze chwilę. ესე თქვა საბჭოების შესახებ ან რამე კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩატი, რომელიც არის მარჯვენა მხარეს განთავსებული და თუ გაქვთ სურვილი რომ რამე გაგვიზიაროთ დიდი სიამოვნებით გავეცნობით. თუ პანი იქ მადლობა დაკო აბრეშუმის. Okay, sorry. Просто tu Dako napisała Abreszumis Cia. Że tam jest a nie a, czyli Abreszumis. Okej, dziękuję Dako. Tu pani Kety napisała, że było bardzo ciekawe, za co informatyczne, za co naprawdę dziękuję. Pani Tamar napisała, że to było bardzo ciekawe, informacyjne oraz bardzo potrzebne. Super. To jeżeli Państwo mają jeszcze sekundkę. Pani napisała, że było bardzo ciekawe i coś nowego. Coś nowego, super. Za 2 tygodnie będzie kolejny temat, kolejna metoda komunikacji. Tym razem będziemy się zagłębiać w tajniki języka migowego. ორი კვირის შემდეგ, za 2 tygodnie, tak? ორი კვირის შემდეგ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, ონლაინ შეხვედრა, სადაც უკვე განვიხილავთ ჟესტურ ენას. Tajniki języka migowego, tak? Tak jest. ჟესტურ ენის საიდუმლოებები. I tak jak zawsze... To było super spotkanie online. Dziękujemy Nonie. Dydy madzova chałata Nona. I tak jak zawsze na koniec naszych spotkań bardzo proszę o wypełnienie krótkiej ankiety dotyczącej spotkania. Nasze webinaria są dofinansowywane z polskich środków polskiej pomocy, dlatego też musimy raportować różne rzeczy i ta ankieta na pewno nam pomoże w raportowaniu projektu. თხოვნაც გვექნება თუ შეგიძლიათ რომ შეავსოთ ეს ანკეტები, აქ უბრალოდ დაკლიკვის შესაძლებლობით, ესე ვთქვათ, შეგიძლიათ ეს შეავსოთ, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი შეხვედრები არის დაფინანსებული პოლიციის დახმარების პროგრამის მიერ, ვალდებულები ვართ ესე ვთქვათ, ანგარიშწორება გაუწიოთ აი ამ ანკეტების ჩაბარებით, რაც შეეხება ანკეტას, ანუ არის ანონიმური, управлот თხოვნა გვექნება რომ შეავსოთ, თუ შეიძლება. И тут пани Нона написала, если можно запланировать это spotkanie po 18. To one się zaczynają, żeby się zaczynały później, tak? Nie o 18? Żeby po 6 gruzińskiego czasu, czyli po 18. A dzisiaj tak nie zaczęliśmy? No nie wiem, tak napisała pani Nona. A, kabota Nona, კი, მაგრამ დღესაც კონი 6-ზე დავიწყოთ, ანუ უფრო გვიან გინდა თუ დაიწყოს? უფრო გვიან რომელ საათზე? ანუ უფრო დღეს 6-ზე დავიწყეთ და უფრო გვიან რომელზე? 7-ზე? Czy robię? Możemy raz spróbować na 7 zrobić. Pani powiedziała, że o 7. No okej, etkha შეგვიძლია სადოთ და 7-ზე დავგეგმოთ, ანუ 19 საათზე. Robimy te webinaria dla Was, dlatego dla Pani Nony
Dla pani Tak Nony jest. 7 za 2 tygodnie, nie ma sprawy. აქედან Ale გამომდინარე pani რომ Nona musi być z nami. Mhm. Auszileblatt. ქალბატონო ანუ იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველა ვებინარი არის თქვენთვის რეალურად განკუთვნილი ჩვენ 7 საათზე დავგეგმავთ ჩვენ ესე ვთქვათ მომავალ ონლაინ შეხვედრას აქედან გამომდინარე ერთი თხოვნა მექნება თქვენთან ქალბატონო ნონა რომ თქვენ დაესწროთ ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა დაინტერესებული პირი დაესწროს ჩვენ ტრენინგებს Super. I to Czyli pani nasi... Kiety pyta, a gdzie można zobaczyć w całości Te formach i różnego? wszystkie inne nasze webinaria są na stronie, może skopiuję ją tutaj na czat, są na stronie Hrusniatlo. რაც შეეხება ანუ ყველა ინფორმაციას და მასალას, თქვენ შეგიძლიათ ეს იხილოთ ახლა ქალბატონი ანუ კამა ჩაგუგდებს აქ ჩატში მისა მათ რომ ყურდაუსინათლო გვერდია და მან თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ასევე ამბანიც ლორმის. I tam w zakładce filmy są wszystkie nasze spotkania na żywo też, które nagrywaliśmy. არის განთავსებული ფილმები, იქ არის განთავსებული ყველა ის შეხვედრა, რომელიც ონლაინ რეჟიმში იყო ჩვენს მიერ ჩატარებული და განხორციელებული. Więc zachęcam i filmiki takie edukacyjne, informacyjne, też można sobie poczytać notatki, tam mamy takie dłuższe artykuły też o osobach niewidomych. შეეხება ფილმებს, იქ არის ფილმები, იქ არის პატარა სტატიები ყურდაუსინათლო ადამიანის შესახებ ზოგადად და აქედან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო მასალაც არის განთავსებული ამ ესე ვთქვათ გვერდზე, Facebook გვერდზე. No i też bądźcie na bieżąco z naszą stroną internetową, bo chyba we wrześniu będziemy zaczynać taką serię już na żywo kursów dla tłumaczy przewodników, które będą już pokrywać całą wiedzę taką podstawową tłumacza przewodnika. W tym też będzie alfabet Lorma, więc już jesteście przygotowani. თვალყური ადევნებთ ჩვენ ინტერნეტ გვერდს, ვინაიდან ჩვენ დაახლოებით სექტემბრიდან ალბათ დავიწყებთ კიდე ახალ ესე ვთქვათ ონლაინ ჩარტს, რომელიც ეხება უკვე თარჯიმან მეგზურების მომზადებას უშუალოდ, რაც შეეხება ესე ვთქვათ ტრენინგების ციკლს, იქ იქნება ასევე ინფორმაცია ლორმის ამბანის შესახებ, თუ თქვენ იქნებით დაინტერესებული, თქვენ შეგიძლიათ ასევე მიიღოთ მონაწილეობა შემდგომ შეხვედრებში. A jeżeli już byliście na jakichś szkoleniach antydyskryminacyjnych, to bądźcie w kontakcie ze swoimi trenerami, którzy organizowali te szkolenia. Na pewno oni będą wiedzieć sporo o tych dłuższych szkoleniach tłumaczy przewodników. და თუ თქვენ უკვე მიიღეთ მონაწილეობა ანტიდისკრიმინაციული ტრეინინგებზე, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ იმ ტრენერებს და მათ ექნებათ უშუალო ინფორმაცია ტრენინგების ჩატარების ესე ვთქვათ თარიღის შესახებ, აქედან გამომდინარე შეგიძლიათ მათთანაც იქონიოთ კონტაქტი. Okej, to co? To dziękujemy w takim razie bardzo za udział aktywny. მადლობა მინდა გადაგიხადოთ. I do zobaczenia. Albo za 2 tygodnie, albo kiedy indziej, może też na żywo. კვირაში იქნებ ასევე გვექნება იმის. Przepraszam, a te treningi to byli na żywo, czyli online? Te treningi będą na żywo. Przepraszam, przewodników. კაცრავად, ბოდიშვიხტი, მე მომივიდა ხარვეზიანო ცუდად გავიგე, რაც შეეხებოდა თარჯიმან მეგზურის ტრენინგებს, ეს არის ონლაინ, ეს ჩვეულებრივად ჩატარდება. ბოდიშვიხტებოთ არასწორად გავიგე, ჩემი შეცდომაა და ბოდიშვიხტი. Co, დიდი მადლობა, ნახვამდის დროებით. ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის და დროებით. მომავალ შეხვედრამდე. Do widzenia.